ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რას გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს კვირაა და სოლიდარობის სტუდიის ეთერშია გადაცემა დროის სამართალი, რომელსაც მე თენგო ომანიძე გავუძღვები. დღევანდელ ეთერში ვისაუბრებთ განათლების საკითხებზე, საგანმანათლებლო სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარების პერსპექტივებზე და იმ გამოწვევებზე, რაც ზოგადად ამ ხრივ ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენ სახელმწიფოში დგას და ამისათვის მოვიწვიეთ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი ბაია ამაშუპელი. მოგესალმებით ქალბატონო ბაია და დიდი მადლობა რომ გვაქვს თქვენთან საუბრის შესაძლებლობა. თქვენთან მოწვევისთვის. განათლების საკითხები ჩვენი დაკვირვებითაც აი სოციალურ ქსელში, როდესაც ვავრცელებთ ხოლმე სხვადასხვა ვიდეოებს, არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო ჩვენი მაყურებლისთვის, ყველაზე უფრო ხშირად დასმული შეკითხვები სწორედ ამ სფეროს შეეხება და რა თქმა უნდა იქნება საინტერესო, დარწმუნებული ვარ თქვენთან ერთად განვიხილოთ, თან როდესაც ხელისუფლებაც ერთგვარად იქნება შთაბეჭდილება, რომ ფიქრობს, რომ მიაქციოს ყურადღება ამ საკითხებს. აღარ არის უკვე ეს გაყინული თემა, მათ შორის სამთავრობო მედიაში ხშირია ხოლმე უკვე საუბრები, რომ ამ ხრივ რეალური რეფორმების განხორციელება არის საჭირო, იმიტომ რომ რაც გვაქვს ის სისტემა ბევრი შეფასებით არ ემსახურება იმ მიზნებს, რისთვისაც ის წესით უნდა არსებობდეს. მოდით აი ამაზე რომ დავიწყოთ საუბარი, რა უნდა იყოს განათლების სისტემის მიზანი, რას უნდა აძლევდეს ის ადამიანს, რას უნდა აძლევდეს საზოგადოებას, არის თუ არა მიზანი მხოლოდ ის, რომ მშრალი ცოდნა მივცეთ მოზარდ თაობას, შრომის ბაზრისთვის, ასე ვთქვათ, კვალიფიციური კადრების აღზრდა არის მხოლოდ განათლების მიზანი თუ რაიმე კიდე სხვა, რაც დღევანდელ სისტემაში ნაკლებად არის შესაძლებელი. მე კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და აი ჩვენი გადაცემის მშრალობის პროცესში შევეხები იმ პროექტ ჩემსას, რომელიც აი ადრეც ამაქვს ნახსენები თქვენთან გადაცემაში, ალის შენგარის ის იყო ებრაული განათლების ხსნის კომისიის რეკომენდაციები, რის საფუძველზეც მე მისი ენის კულტურის და განათლების საზოგადოებრივ იმაში მუშაობდი ოცნების მასში და მაშინ აი მაგათ მაგალითზე გავაკეთე ესა და რაც შეეხება განათლებას, ნუ ეს ცნობილია, რომ იმ სახელმწიფოს, რომელსაც განათლებული მომავალი არ აქვს, იმას მომავალიც არ აქვს. ამიტომ პირველ რიგში სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რასაკვირველია დღევანდელ დღეს ტექნოლოგიების ეპოქაში ესეც საჭიროა, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიები იცოდნენ ახალგაზრდებმა ყველაფერი, მაგრამ პირველ რიგში უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რომ ვის ვზრდით. და რას ვზრდით თქვენ, რად ვზრდით ჩვენ ამ ახალგაზრდობას, იმიტომ რომ ის მომავალი, რაც ამ თავისუფლება მოიტანა და ამ რაღაცა გაურკვეველმა ადამიანის უფლებებმა არ იქნა სათანადოდ ახმული და გაგებული საზოგადოების მხრიდან, აი გალიიდან რომ გამოუშვებ, ხო? ცხოველს და გაგიჟდება უცბად. აი ესეთი რაღაცა დაემართა ჩვენ საზოგადოებას აი პერესტროიკის და იმის შემდეგ და საკმაოდ კარგად იქნა დამუშავებული მაშინდელი საზოგადოების ცნობიერებაც, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ, მაშინ წამოვიდა გადაცემები საკავშირო ტელევიზია მუშაობდა, მაშინ ჯერ კიდევ გლადი, რაღაცა მთელი რიგი ისინი იყო, ხო ჩვენთანაც სხვადასხვა გადაცემები გაკეთა და ყველაფერი ეს ფინანსდებოდა უცხოეთიდან. რომ აი ეს ახალი სივრცე, რაც იყო საბჭოთა სივრცე, ასე ვთქვათ, საბჭოთა ადამიანისთვის რადიკალურად უნდა შეეცვალათ აზროვნება. და ამ დროს ახლა მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ოპონენტი შეიძლება გამომიშტეს ახალგაზრდობაში განსაკუთრებით, ის სისტემა, რითიც ჩემი თაობაც, შეიძლება თქვენი თაობაც და
წინა ის სწავლობდა საკმაოდ საფუძვლიანი და მრავლის მომცველი იყო, იმიტომ რომ დღეს რო ყველაფერი რუსული, ის იყო გერმანულ-პრუსიული მოდელი. თვითონ საბჭოთა განათლების სისტემა ეს არ იყო საბჭოთა პროდუქტი, ეს იყო გერმანული. ამ საფუძველზე რომ იმიტომ რომ ეს საბჭოთა განათლებაა და ამიტომ უნდა მოვსპოთ და ამაში 60 მილიონი გადაიხადა მსოფლიო ბანკმა და მე მინდა ვთქვა რომ ნებისმიერი აი ესეთი გადახდილი თანხა საერთაშორისო ვალია ჩვენი და არავინ არ გაძლევს შენ ისე ამხელა თანხებს, რომ შენი მომავალი უზრუნველყო კარგი განათლების სისტემით, იმიტომ რომ დღევანდელი ახალგაზრდების ცოდნა არის ინფორმირებულობა, არ არის განათლება. როდესაც წიგნს მოწყვეთ შენ ახალგაზრდას, აი სულიერ სამყაროს მოწყვეთ, იმიტომ რომ კატასტროფა ხდება ახლა მე სტუდენტებთან მაქვს შეხება, ახლა შვილიშვილები სკოლაშიც სწავლობენ ჩემი, მაგრამ იქაც რამდენი შეხება მომიწია ძალიან ცუდი ვითარება, იმიტომ რომ როდესაც პედაგოგი ბავშვი გეკითხება რაღაცას და შენ ეტყვი რომ ხელოვნურ ინტელექტს კითხე, პედაგოგი ეუბნება, ხო? ანუ იმ ბავშვს საერთოდ ესეთი პედაგოგი სკოლაში რატო უნდა იყოს? ან რას აკეთებს? პედაგოგი იმისთვისაა რომ თუ ბავშვმა ვერ გაიგო რაღაცა, შენ უნდა უთხრა. ეხლა მაგალითად სახელმძღვანელოს მათემატიკის სახელმძღვანელოს შვილიშვილ მეუნება არის ნათარგმნი უცხოურიდან ვითომ ევროპულ სტანდარტებზე მისადაგებული და გადმოთარგმნილია ქართულად. როდესაც ილია ვეკუა ყავდა და მუსხელიშვილი ყავდა, ხო? რომელ ნათარგმნი ეს არის კორუფციის ყველაზე დიდი წყარო არის. აი ეს როგორ უნდა ახსნათ ქალბატონო ბაია, რას გულისხმობ? იცით რომ აი შეიძლება რაღაცა ტიპის მეცნიერებებში აი არის მხატვრული ლიტერატურა პირობითად და ასე შემდეგ. იქ შეიძლება მართლა მოხდეს თარგმნა, იმიტომ რომ ეს არის დარგები, რომლის ინტერპრეტირება არის შესაძლებელი და ახსნა შეიძლება ამას კონდეს, რომ აი ვასწავლოთ რაღაც ისეთი ინტერპრეტაციით, როგორც ეს ხდება დასავლეთში, მაგრამ აი მათემატიკა, ფიზიკა, ანუ ზუსტი მეცნიერებებზე მაქვს საუბარი. მე-17 საუკუნეშიც ის 2x2 4 იყო და დღესაც 2x2 4-ია, ხო? ანუ ეს ხო არ იცვლება. ამიტომ ასევე ის ბოლონიის პროცესი, რომელსაც ჩვენ მიგვაერთეს და რომელიც არის კატასტროფა და მე მართალი გითხრათ, ვერ გავერკვე, იმიტომ რომ ბოლონიის პროცესი 12 წლიან განათლებას გულისხმობს. მე მოვისმინე რომ ჩვენ არ გავდივართ პროცესიდან. ასევე ის რაღაც ABC სისტემები რო შემოიტანეს, სააკაშვილმა შემოიტანეს ამერიკული ის არის, რომელიც აი ვერ გეტყვით, აი ეს ფლეჩერის პერიოდი თუ გახსოვთ, ასწავლეს ის რო იყო. და რაღაცა AB, აი ეს სახელმძღვანელო რაც ახლა ვლაპარაკობდი, ეს არის ნათარგმნი უცხოურიდან და როგორც ჩანს ვიღაცამ თარგმნა და მე ავტორიზაცია მიცეს ამას წიგნს და ეს შედის სკოლაში, გესმით თქვენ? და ნუ აქედან გამომდინარე კორუფციის წყაროა, ხო რომ იმიტომ რომ ამდენი მოსწავლე რო იყიდის ვიღაცის ერთის კონკრეტული წიგნს, ხო? ეს გამორიცხულია, რომ არ იყოს რაღაცა ფინანსებთან დაკავშირებული და მოგებას აღებულობდეს მისი ავტორი, ხო? ბუნებრივია ესა. ამიტომ მე ვთვლი, რომ სასკოლო განათლება კი არა, საბავშვო ბაღის დონიდან უნდა დაიწყოს თანდათან აი ეროვნული ცნობიერებისკენ სვლა. რომ ბავშვს ჩაუდო, იყო პერიოდები, რომ ბაღში ბავშვებთან უნდა შესულიყო როლური თამაშები, რაც გულისხმობდა, რომ გოგოს უნდა ეთამაშა ბიჭის როლი, ბიჭს უნდა ეთამაშა გოგოს როლი და აი თუნდაც ის, რომ მისასალმებელია, რომ სავალდებულო გახდა ქართული სწავლა უმაღლესებში, მაგრამ თუ ბავშვმა ქართული არ ისწავლა გამართული ქართული სკოლაში, უმაღლესში, როდესაც სიტყვაზე ფიზიკას უნდა დაეუფლოს, ან ქიმიას, ან სხვა ესეთ მეცნიერებას, ხო? და ამ დროს მას ქართული აქვს სასწავლი, რაც არ იცის და არ უსწავლია, როცა უნდა ესწავლა. ნუ ის უკვე პროფესიონალი ვეღარ გამოდის, გესმით? ანუ ამ დროს სტუდენტი ქართულს სწავლობს როგორც რაღაც ერთ-ერთ უცხო ენას, ხო? ახლიდან უნდა ისწავლოს გრამატიკა და ასე ეს უცხო ენა, იმის გარდა რომ ამ უცხო ენას ტელევიზიებიც უნერგავენ, გესმით თქვენ? აი ეს მეტყველება ჯერ თავისთავად ჩვენი ჟურნალისტიკის თვითონ სფერო არის ძალიან გაუნათლებელი დღევანდელი. რომ არც მათ არ იციან და უწიგნურებიც არიან, მინდა გითხრათ. ხა, ნუ როდესაც ჟურნალისტად წოდებული, არ მინდა ხა დავასახელო, მაიკლ პომპეუს ერთმანეთსგან ვერ არჩევს. ნუ გვარდასახელო. კი, ყავს კოლმეურობის თავმჯდომარე. იმის არტილერიაში ნუ მოკლედ კოლმეურობის თავმჯდომარე ხომ ვინ არის პომპეუსი რატო არ ხდებაო ოპოზიციასო კონდა და ნუ მასე იგივე მედალოსანი ჩვენი და საბჭოთა ასე ვთქვათ ჭყალებში განათლება მიღებული დღეს უკვე ვივამედის ყოფილი ისა
ხა მე არ მითხა პოლიტიკური მასში გადავიყვანო გადაცემა. ნუ ყოველ შემთხვევაში მანაც გამოაცხადა რომ პომპეუსმა ფეხები ვერ მოჭამა თბილისს. საერთოდ არ გაკარებია თბილისი არ იყო მაშინ. თბილისი არ არსებობდა. ხო, ნუ ეს თქვა ისტორიკოსი დედის შვილმა და ასე ვთქვათ მედალოსანმა მოსწავლემ. ასე რომ ხო და აი ხა ამას მინდა შევეხო რომ ეს პროექტი რატო დავინტერესდი მე ამით რომ მერაბ ჯიბლაძემ ცხონებულმა მითხრა მე რომ სადღაც აი რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი და ალია მოხდა ებრაელების ისრაელში საბჭოთა კავშირის მასშტაბიდან ჩამოსულები იყვნენ აქა თბილისში შეხვდნენ გარკვეულ წრეს პროფესორების აკადემიკოსების რომ ჩვენო დავდივართ ესეო და ყველა დარგის ყველა სფეროს იმას სპეციალისტებთან გვაქვს კონსულტაციებიო რო ჩვენო გვინდაო რომ რაღაც ახალი შევქნათო რაღაცა სხვა რაც მათ გამოადგებოდათ განათლების სისტემაზე განათლების სისტემაზე დიახ და მოკლედ 12 ქვეყნის განათლების სისტემას გავეცანითო და ზოგადი განათლებაზე ალაპარაკი და ბოლოს მივედი დასკვნამდე რომ ჩვენი ებრაული გვჭირდებაო და აი ამ კომისიის დასკვნები მაშინ ეს ალის შენგარი იყო განათლების მინისტრი ისრაელის მანამდე საბჭოთა კავშირში იყო თვალსწრები ელჩი და ამ ალის შენგარს შეატანინეს ეს რეკომენდაციები სავალდებულოდ კონსტიტუციაში ჩააწერინეს რომ ნებისმიერი მომდევნო ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში ეს უნდა ეს კურსი გაგრძელებული იყო ეს რას ნიშნავდა რას გულისხმობდა რომ პედაგოგები ირჩეოდა სიონიზმის ერეთ ისრაელის ებრაული ისტორიის ცოდნით რომ ეს ზოგად საკაცობრიო ხედვის პლანში წამოეწიათ ებრაელი ერის დამსახურება და ღირსება და მე შესწრებული ვარ ისრაელში მამასთან ერთად სტუმრად რომ ვიყავი ასფალტის დაგების პროცესს სადაც სეტკა იგება ამ ბიტუმის ქვეშ და რომ ვიკითხე რომ რას ნიშნავს ეს ჩვენო გასწავლიანო სკოლაშიო რომ დიდი ისრაელის სახელმწიფო არ უნდა დაზარალდეს აი ამ ცნობიერებით რომ ქვეყანას და სახელმწიფოს გამოადგეს აი ეს ასეს დიან ეს იგრძნობა კიდეს კალბტონბაი აი ისრაელის ყოველდღიურობაში ხა შეიძლება კრიტიკა ძალიან ბევრი არის ხო იგივე ნეთანიაჰუს მმართველობასთან დაკავშირებით იმ სისხლისღვრასთან დაკავშირებით რაც ხდება მაგრამ ალბათ ამაზე ყველა დაგვეთანხმდება და ყველა შეთანხმდება რომ ისრაელი დღეს როგორც სახელმწიფო საერთოდ არსებობს ეს ჯერ სასაულია იმ გარემოში სადაც არსებობს და აი მისი არსებობა და მისი უსაფრთხოება არის პირდაპირ მიმული ებრაელი ადამიანის ისრაელელი ადამიანის ცნობიერებაზე რომ მან ზუსტად იცის რომ იმისთვის არის რომ სამშობლოს ემსახუროს და სხვათა შორის ეხა ესეთი პარალელია მაგრამ აი იმ საბჭოთა სისტემაში ზუსტად ბავშვი სკოლის პერიოდში განსაკუთრებით ეხა საბავშვო ბაღში კიდე იმდენად არ ექცეოდა ყურადღება ბავშვი იზრდებოდა რომ საზოგადოების ღირსეული წევრი ყოფილიყო აი მე მაგალითად აი ქართულთან ერთად ეთიკას შევიტანდი აუცილებელ სავალდებულოდ იმიტომ რომ იქ რაღაცა მორალური ისინი იყო საზოგადოებაში ქცევის წესები იყო ნუ იმიტომ რომ დღევანდელი ახალგაზრდები აი იმის ფონზე როგორც ეხა ჩვენ რასაც უყურებთ ხო რომ რაც ხდება და შემოიკლო კიდევ კარგი ღვთისმადლით ეგ ქუჩაში ხო ან რა სიტყვებით ლაპარაკობენ როგორ იქცევიან იქ აღარ არის უკვე უფროსი უმცროსი რომ რაზეა ლაპარაკი და კიდევ ერთხელ ვიძახი რომ თუ ჩვენ ისტორიას არ დაუბრუნდით ახლა ჩვენ საუბრობდით გადაცემის დაწყებამდე მე რომ აი ამ დარგობრივ ჯგუფში მუშაობდი მე დავაყენე იქ საკითხი რომ იქნება იმუშაონ დაუშვა დაფინანსდეს ეს რაღაცა პროექტი გაკეთდეს იმან რა ქვია ტექნოლოგებმა და კომპიუტერშიკებმა და გაკეთეს თამაშები ვინაიდან ეს ახალგაზრდები ყველა აბსოლუტურად სადღაც რაღაცას თამაშობს აი ჩვენ ისტორიულ ბრძოლებზე რომ ბავშვმა ისტორია ისწავდეს ბავშვს მოტივაცია ქონდეს ხო უმნიშვნელოვანესი ინიციატივა ამიტომ ძალიან კარგი და მითხრეს რომ ესო ძალიან ძვირი დაждდება მაგრამ იმაზე ძვირი დაждდება რასაც უსწავლელი თაობა წამოვიდა და იცით რა არის ხა 30 წელი რომ მოგვენდომებინა ესეთი პროექტის განხორციელება გასაგებია არის წამყვანი ინდუსტრიები არსებობს სოფლიოში Ubisoft და ასეთი კომპანიები რომლებიც წამყვან კომპიუტერულ თამაშებს აწარმოებენ მაგალითად და მართლა ძალიან ძვირია ხა მათი მომსახურება მათ მიერ შექმნილი თამაშებს მე აქვს ასეულობით მილიონი ტირაჟით იყიდება, უზარმაზარი მოგება აქვს, მაგრამ ახლა სახელმწიფო თუ დაისახავდა ამას მიზნად, ახლა ერთ წელში და შეიძლება არ იყოს ეს მოკლევადიანი ამოცანა, მაგრამ რატომაც არ უნდა იყოს ამით დაინტერესებული ჩვენი
განათლების სისტემა, რომ კომპიუტერული თამაშები თუნდაც. თან აქ ჩვენ ის პლუსი გვაქვს, რომ ქართულ თემატიკაზე უამრავი საინტერესო რაღაცი შექმნა შეიძლება. ჩვენ ხო უძველესი მითოლოგია გვაქვს, უძველესი ისტორია გვაქვს. ანუ ისეთი პერსონაჟები შეგიძლია აქ გააცოცხლო, რაც სხვა ერებისთვის ფუფუნება არის. ეხლა ბევრიერი ვერ დაიკვეხნეს იმით, რომ მისი ცივილიზაცია არსებობდა აი შუმერული ცივილიზაციის პარალელურად. ხო ჩვენ გვაქვს ეს, შეგვიძლია რეალურად ვაქციოთ ეს და დავაინტერესოთ ამითი ახალგაზრდობა, მაგრამ ხო რატომღაც თამაშებს რო დავიდავანებოდ მულტფილმი აღარ არის, მე მგონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შექმნილი და ჩემი შვილებიც და ბევრი ქართველი ბავშვი უყურებს ინგლისურენოვან ან რუსულენოვან მულტფილმებს. რატომ უნდა იყოს ეს ხო ახდენს გავლენას? ვიცით რა ღირებულებები დაიკარგებთ, რომ მულტფილმებში ადრე იყო რაღაცა სიკეთის ისა ხო, რა ქვია, არსება მისი გრძელია და იყო და არა იყო რა და სიკეთი თავდებოდა. ხო ზღაპარი ყოველთვის ესე იყო და ხა ეს მულტფილმები ახლანდელი ჯერ ერთი 25 კადრი მუშაობს, იმიტომ რომ ბავშვებს აშკარად მოწონთ ეს რაღაცა მახინჯი და არა ნორმალური გარეგნობის ისინი, ხო სპანჯბობები და რაღაც სასწაულია რაღაცა, ხო როგორ უნდა მოგეწონოს? არც გოგოა, არც ბიჭია, არც კეთილია, არც ბოროტია. სიმსონების ოჯახი და რაღაცა ესეთი ჰემოფილური თავებით და რაღაც სასწაულია რაღაცა, ხო? როცა იყო რაღაცა კეთილი ზღაპ, ხო და ამიტომ მე რას ვიძახი ხარ სახელმწიფო რომ ვახსენე მაშინ ჯავახეთთან პედაგოგისგან ვიცი ერთი ვინც იქ მუშაობს სკოლაში რომ ჯავახეთში სახელმძღვანელო ისტორიის სკოლაში ბავშვებს ეგზავნებათ ერევნიდან სადაც პირდაპირ წერია რომ თამარ მეფეს მზითში აჩუხეს სომხებმა ჯავახეთი ანუ ეს ჩვენი არ იყო და აჩუქეს რომ ჯავახეთის ტერიტორია საქართველოს ასე ამ ფორმით ასწავლიან იმათ და ბავშვი ესე იზრდება იქაური ასევე აჭარაშიც, ხო, იქ მედრესებში და იმაში ვინც არის, იქაც შემოდის და თურქეთიდან შემოდის. და ამიტომ პირველი გასაკეთებელი რაც არის, ჯერ ერთი უმაღლესამდე სკოლა არის მისახედი და ბაღი, იმიტომ რომ თვითონ პედაგოგები არიან მისახედები, იმიტომ რომ პედაგოგი, როდესაც ბავშვს თხოვს ქართულის პედაგოგი, რომ ესე რა ქვია, დამიხატე ნოდარ დუმბაძის მოთხრობაზე კომიქსი და ამაში ბავშვი თუ ვერ ხატავს ნიშანს არ უწერს, თუნდა მე შეხვდა ბავშვმა მეცადინებდა დედამ შემომჩივლო რომ მასწავლებელი ნიშანს არ უწერსო. და მე ვთხარი კითხეთ მეთქი იმ პედაგოგს, ეს ბავშვი ქართულში იღებს ნიშანს თუ ხატვაში, იქნება არ იცის ხატვა ბავშვმა, ხო? ეს რაღაცა ახალგაზრდა პედაგოგის ინოვაციური რაღაცა გამოგონება იყო. ამიტომ ერთიანი სასწავლო პროგრამა უნდა იყოს აუცილებლად ყველასთვის. ისტორიის ცოდნა განსაკუთრებით თუ კი მოქალაქეობას ეხება ესა. აუცილებელია რომ ადამიანმა იცოდეს შეიძლება ისე გამართული ქართულით ვერ ისაუბროს მაგრამ ისტორია იმ ქვეყნის რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხდება ეს უნდა იცოდეს რასაკვირველია და მით უფრო როდესაც ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში როდესაც მათ შორის მიგრაცია ჩვენთვის უკვე რეალური პრობლემა გახდა უამრავი ადამიანი შემოდის მკვიდრდება ამ ქვეყანაში უცხოელი შემდეგ მათი შვილები მომავალი თაობები რომლებსაც აქ გააჩენენ ასე ვთქვათ და გახდებიან ჩვენი ქვეყნის უნდა გახდნენ სრულფასოვანი წევრები თუ ისინი ლეგალურად იმყოფებიან რა თქმა უნდა ალბათ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ამ გამოწვევის ფონზე რომ ეს ქართული თემატიკა რომ ეს საქართველოა ქართველების ქვეყანა არის უნდა იყოს შენარჩუნებული განათლების სისტემაში მათ შორის უცხოელისთვის ჭირდება ძალიან ისეთი დიდი პოლიტიკური ნება და სხვა შორის რისკიც იმიტომ რომ არ გპატიობს შენ ის დიდი სამყარო რომ შენ აი ესეთ პატარა მცირე ერთადერთ ერს რომელსაც ცალკე ენობრივი სახლი გაქვს იაფეტური და დანარჩენი მსოფლიო არის ინდოევროპული არ გპატიობს ამას რომ ძალიან ბევრი რაღაცის ცივილიზაციის საფუძველი შენ ხარ მე გაჩვენე თქვენ ვარსკვლავური ანბანი ხო რომელზეც ეფარნავაზმა რომ გადმოიტანა ანბანი იმიდან ეს თუ ზღაპრის და მითის დონეზე იყო ადრე არსებობს ამისთვის საბუთი ჩახატული ჩაწერილი ადამიანის მიერ რომელიც დადიოდა ყოველ ზაფხულს აბასთუმანში და იხატავდა ამას ხო და ეს უნდა ასწავლო ქართველს რომ ეს არის მისი ღირსება ის კი არ არის ღირსება რომ შიგ ევროპაში შეხვიდე არა ეს არის ღირსება შენი რომ იმასაც აემეთი ჯობი ხარ ეს უნდა ასწავლო ქართველს ეს უნდა ჩაუდო იმ კონსტიტუციაში განათლების შეიქმნას ესეთივე კომისია ქართული განათლების ხსნის კომისია შეიყვანონ იქ
ნორმალური სპეციალისტები, მე ვისაც დაინტერესებს ამას ხელში გადავცემ, შენახული მაქვს, გამზადებული მაქვს, მე შევიტანე ქართველოლოგიური საგნები, გოგებაშვილის დედანის აღდგენა და მე მგონი აღადგინეს ახლა, იმიტომ რომ იმ გოგებაშვილის იმდენს სწავლობდით ჩვენ, ჯერ მარტო მე ბებია მყავდა გოგებაშვილის მეგობრიშვილი ის მასწავლიდა. თუნდაც იევნანამ რაქნას, თუნდაც თევდორე ღვთლის ამბავს, თუნდაც ერეკლე მეფე და ინგილო ქალი, ხო? რამდენი რაღაცა იყო ისეთი, რასაც შენ გასწავლი და ის საბჭოთა სკოლა. თუნდაც იმ დროს, როცა შენ საქართველოს ისტორია არ ქონდა ცალკე წიგნად, მაგრამ ხო იცოდი. გრიგოლ ხანძთელით იცოდი, ხო, რომ ტაო-კლარჯეთი შენია, ხო? ის უამრავი რაღაცა იცოდი. გრიგოლ ხანძთელი ეს არის ერთადერთი წერილობითი მტკიცებულება, რამდენადაც მე ვიცი, სადაც არის ისტორიული მეხსიერება დაცული სწორედ ტაო-კლარჯეთთან. ის რო დაიბადა საქართველოს ეგ იყო ფარისევლობა, ლომაიასი, რომელმაც აი ნაგავზე გადასაყრელი უწოდა ჰაგიოგრაფიას და რატო? აი ეს საფუძველი იდო შიგნით, ხო? და ერთი კიდე რაც ძალიან მიყვარს, არ ვიცი ხანძთელმა მინისტრმა თუ შეცვალა, ყოველ შემთხვევაში წინა მინისტრის დროს ესე იყო, რომ სკოლაში ბავშვებს არ ევალებოდათ ლექსის საზეპირო სწავლა. რატო? რომ ვინც ვერ სწავლობს, ის ისჩაგრება. აი არგუმენტი სად არის? და ვინც სწავლობს და ნიჭიერია და მეხსიერებას არ ვითარებს ეს და თუნდაც შენი კლასიკა რატო არ უნდა იცოდე? რა არის ხა ეს, რა მიდგომაა? აი რაღაცა ყველაფერი თითქოს ისე არის ჩადებული, იყო ყოველ შემთხვევაში ხა არ ვიცი, არ გავცნობივარ ახალ იმას, რომ აბსოლუტურ დეგრადაციისკენ წავიდეს. და თუნდაც ის ვინც ვერ სწავლობს, ეს არ არის მისთვის ზუსტად გონების სავარჯიშო, რომ პირიქით შეეცადოს ისწავლოს, აი ეს რა არგუმენტია, რომ მოდის არ ვასწავლოთ. ბავშვების უფლებებს ვიცავთ, მაგრამ ბავშვების უფლებები რო დაიცვა, ჯერ უნდა გაზარდოს პიროვნებად. ჯერ იმას უნდა ასწავლო, რასაც ჩვენ ვსწავლობდით, რომ უფროსი რო შემოვა, ფეხზე უნდა ადგე. და ისე მიესალმო. რომ კი არ აგინო, იქ რუსთავაზე რო დგანან უკანასკნელი სიტყვებით და შეურაცხყოფა მიაყენო ვიღაცას. ეს არის ღირსება, არის ისეთივე თანდაყოლილი უფლება ადამიანს, როგორც სიცოცხლის უფლება. და ღირსება მაშინ გაქვს შენ თუ სხვის ღირსებას იცავ. აი ეს ისწავლება ეთიკაში, მორალის და ზეობის სახით. ეს ასწავლონ ახალგაზრდებს. რატო არ ასწავლიან ამ საგანს? რატო ეთიკის საკითხი საერთოდ ცალკე მქონდა მონიშნული ქალბატონო ბაია, იმიტომ რომ აი ზუსტად ეს მაინტერესებდა და ამაზე რომ ვისაუბროთ, რამდენად არის სკოლის და განათლების სისტემის ფუნქცია ეთიკის სწავლა. ეთიკა ხანდახან ჩვენს საზოგადოებაში არის ხოლმე აღქმული, რომ აქ მარტო რაღაც გამარჯობა, მადლობა ნახვამდიზე არის საუბარი და ეს არის ადამიანის ეთიკა. სინამდვილეში ეთიკა ეს არის აი ხშირად არის ხოლმე და განსაკუთრებით ამ ლიბერალურ საზოგადოებაში გავრცელებული, რომ რაღაცები არ მოსწონთ კანონის რეგულირებით რო ხდება, რომ აი კანონი რატო უნდა არეგულირებდეს მაგალითად ტრანსპორტში ქცევის წესს, რომ სიგარეტის მოწევა რო არ შეიძლება მეტროში, ეს კანონი რატო უნდა მიშლიდეს, მაგრამ იმას კი ვერ ხვდებიან, რომ შენ თუ არ გინდა რომ კანონმა რაღაცა შეგიზღუდოს, მაშინ უნდა იყო ამის ალტერნატივა არის ეთიკური საზოგადოება, რომელსაც არ დაჭირდება კანონმდებლობით რაღაცის შეზღუდვა, თვითონ იქნება მაღალ ეთიკური საზოგადოება. ვარ თქვენ დღეს ესეთი ხალხი? არა, ნამდვილად აღარა ვარ. რომ თვითონ კანონი, აი რო დააკვირდეთ, ხო, პრინციპში მათი მცნების საფუძველზე შევიდა სხვადასხვა ქვეყნების სამართლებრივ სისტემებში, ხო, რომ არაკასტლა იჯება. მოყარვარო არ შეიძლება, ნუ არ შეიძლება ქურდობა, ხო, მრუშობა არ შეიძლება, ეხა შეიძლება მართალია უკვე ეს კანონიც აღარ კანონს, მაგრამ ნუ ყველაფერს თავისი საფუძველი ქონდა და საერთოდ სახელმწიფო არის ძალადობის ინსტრუმენტი, იმიტომ რომ თუ სახელმწიფო კანონში არ აქცევს ადამიანს, ადამიანის ბუნებაა ისეთი, რომ ის ყველაფრის უფლებას აძლევს უკვე თავისთავს. რატო გახშირდა იმის მერე რაც სიკვდილი დაჟა გაუქმდა, ეხლა კი ჰუმანურია ერთი წუთი, თუმცა ამერიკის რიგ შტატებში ისევ მიმდინარეობს ეს ძალიან დემოკრატიულ ქვეყანაში. სადაც არ არის გაღდგენაზე საუბრობთ. აი ამ დროს უკვე ადამიანი ვიღაცას რო კლავდა, ნუ რასაკურველია თუ დამტკიცდებოდა რომ შეგნებურად ჩაიდინა ეს არა რაღაცა აფექცია, ნუ რა მთელი ისინია ხო რეგულაციები მათ. და უკვე დაუსჯელობის სინდრომი ჩდება, გესმით თქვენ რომ ადამიანმა იცი რაცა უნდა გააკეთოს, ის საპროცესო გარიგებით მერე გარეთ გამოვა. და არ იყო ეგრე. ის იჯებოდა და იმან იცოდა რომ ის სასჯელს იხდიდა. იგივე ეკონომიკურ დანაშაულზე, ხო? რატო იყო რომ 25 წელი სვამდნენ და სრული კონფისკაცია ხდებოდა ქონების. ის კი არა რომ აი მე მოვიპარე, გადავიხადე და გამოვედი. არა, ციხეში და მერე შემჭება, ესე არა. აი ზუსტად ესე. ზუსტად. აი თქვენ ათწლებას დაუკავშირეთ და მე მაგ საკითხზე მიფიქრია და საერთოდ ცოტა
არ ვიცი შეიძლება უცნაურადაც ჟღერდეს, მაგრამ მე პირადად მექმნება ხოლმე ასეთი შთაბეჭდილება, რომ პირიქით თანამედროვე სამართლებრივი სისტემის მიზანი არის, რომ აი ამ ათიმცნების პარადიგმიდან გამოვიდეს. აი თუ დააკვირდებით, ბევრი რამ, რაც ადრე აი იგივე არაკაცკლა ხო ვიცით რომ ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასე ვთქვათ მცნება და საფუძველი მათ შორის კანონმდებლობის, საერო კანონმდებლობის, მაგრამ აი თუ დავაკვირდებით თანამედროვე კანონმდებლობა მიდის იქითკენ, რომ ზუსტად მოხდეს აი ამ ათიმცნების უარყოფა. იმ გაგებით რომ უკვე, რა ვიცი, მრუშობა მაგალითად აღარ არის არანაირად კანონის მიღმა გასული. მე ვინმეს მორალურ პოლიცია კი არა ვარ ამ შემთხვევაში და ამაზე კი არ ვსაუბრობ, მაგრამ აღარ არეგულირებს კანონი ისეთი ფორმით, რა ფორმითაც ეს ადრე ხდებოდა და საფუძვლიანად ხდება აი ამ ფასეულობების სვლილება, ხო? აი ჩვენ კი ვიცით რომ არ უნდა მოვკლათ, მაგრამ აი მაგალითად არის რომ პირობითად აბორტი ან რაიმე სხვა ფორმით ხდება იგივე ფუნქციის შესრულება, როდესაც ადამიანი იღუპება და ეს კანონით მიღებულია. მოპარვაზე თუ არის საუბარი, აი თქვენ თვითონაც თქვით, რომ ეს რაღაც ისეთ მომაკვდინებელ დანაშაულად კი აღარ ითვლება თუნდაც გაძარცვა სახელმწიფო. ამისათვის რაღაც კი ჯერჯერობით არის მინიმალური საჯელი დატოვებული, მაგრამ თავის დაღწევა აქედან არის შესაძლებელი და პრინციპში თუ გავყვებით, აი ზუსტად იმ ათიმცნების უარყოფა ხდება, ხო, თანამედროვე თანამედროვე სამყაროში ხდება, აი რო გადავხედოთ, ხო, ევროპისკენ მივდივარ და ევროპაში მივდივარ, მაგრამ იმ ევროპაშიც ის ქრისტიანული ღირებულებები, რისთვისაც ჩვენ ევროპისკენ მივდიოდით, ხო, ჯერ ზუსტად ამის თქმა მინდა. აი ეს გაუფასურდა. აი როგორც თავის დროზე ნიშნ თქვა, ხო, რომ ღმერთი მოკვდაო და მე გამოაცხადა რომ მაინც მაჯობე გალილეველო, ხო? ანუ ამისი მე მახსოვს, აი იმ დღეს სტუდენტებსაც უყვებოდი, სწორედ ჩარლი ებდოს ამბავი, ხო გახსოვთ რა ამბავი მოხდა მაშინ. და მთელი აღშფოთება გამოიწვია და იქ გარდა იმისა, რომ მუჰამედი შეურაცხყვეს და მიაყენეს თუმცაღა რელიგიური გზნობების შეურაცხყოფისთვის შენ გედავებიან ქართლს დაუშვათ იეღოვაზე რამე არ უნდა თქვა და რაღაცა შენთვის თითოეულ დაგიქნიოდა იმათთვის შეიძლება თვითონ რომ მუჰამედს მიაყენეს შეურაცხყოფა იმის გარდა ღვთისმშობელი და სულიწმინდა იყო გალანძღული და ამის მერე მე რო ვნახე მთელი ეს ევროპელი ლიდერები ეს ჩამწკრივებული მოდიოდნენ ხარდასაჭერად ანუ მათთვის ეს არაფერს აღარ წარმოადგენს გესმით თქვენ აი ეს ქრისტიანული ღირებულება რითიც ჩვენ თავიდან რო წამოვიდა ხო ქრისტიანობა რო გავრცელდა კონსტანტინოპოლიდან მაშინ ვიყავით ერთნი და ერთ ფასეულობებზე ვიყავით. ეს აღარ არის. და აბარ არ რჩება. ის რა რეკომენდაციებსაც იქედან იძლევია, იმიტომ რომ მე ხა ძალიან კარგად ვიცნობ ტექნოლოგიებს, სადოქტოროდან გამომდინარე და აი დავასახელებდი ნოამჩომსკის აქ 10 ისა ჩამოთვლილი ტექნოლოგია. ერთ-ერთი არის ის, რომ აი მხოლოდ ზედაფენებს უნდა მიეცეთ სათანადო განათლება. ანუ განათლება ეს არ არის საყოველთაო რა. არ არის საყოველთაო, ანუ რატო არის რომ აფრიკის ქვეყნებს ეხა იქ იმას ალმასებს მოიპოვებენ თუ რაღაცებს ყველანაირად ვითომ რაღაც მით შედიან, მაგრამ იმათ განათლებას არ აძლევენ, იმიტომ რომ როგორც კი ადამიანი აზროვნებას იწყებს და განათლებას, აი საფუძვლიან განათლებას ის აზროვნებს. ის რო აზროვნებს, ის რაღაცებს აშუქებს და თავის თავში ალაგებს და რაღაცას ხდება. გესმით თქვენ? ამიტომ ყველა აბსოლუტურად ნებისმიერი ხელისუფალის ის უნდა იყოს, რომ განათლება ჯერ ერთი წიგნი შემოიტანო რა უბედურება ეს ხელოვნური ინტელექტი. გამაღიებინეთ ერთი წუთი, ნუ. თან მინდა გითხრათ, რომ მეც ვსინჯე ერთხელ, მაგრამ პასუხებს სწორს არ გაძლევს. კი, არ შეიძლება მასე დაყრდნობა. პირიქით, ეხა მიდის მსოფლიოში იმაზე საუბარი და მგონი აი ChatGPT რომელიც არის ყველაზე ესეთი მოხმარებადი ხელოვნური ინტელექტი საერთოდ შეეზღუდება ის ფუნქცია, რომ სამედიცინო სფეროზე ამ შემთხვევაში და სამართლის სფეროზე რეკომენდაციები გასცეს. იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა სიკვდილი დაფიქსირდა პირდაპირ ChatGPT-ს კითხა მკურნალობის რაღაცა მეთოდი, იმან მისცა მეთოდი და ადამიანი დაიღუპა. ანუ იცით რა, მე რომ მკითხო ეს რაღაცა იმის სფეროში გადადის უკვე. არა ჯერ ერთი ძალიან არ მომწონს ახლა თემას არ ეხება აი ეს რაღაცა ფოტოების გაცოცხლება და მიცვალებულების გაცოცხლება. ძალიან გული მტკივა და მენატრება მამამ, არა აი ნუ რაღაცა არა ის მგონია, ხო? მკრახელობა მგონია, რომ მიცვალებულს აცოცხლებს, ვინახარ ვერ გავიგე, ლაზარეს გამცოცხლებელი უფალი, აი როგორ ესა, ხო? აი რაღაცა ისეთი დევს ამაში. მესმის რომ ხალხი გაერთო ახლა ძალიან და მთელი ვისა სოციალისტური ამითია დაკაბული ვარ. ეს ჩემი პოზიცია, მე არავის არ მკითხავ ამაზე და ეთანხმე შინაგანად რო გრძნობ რომ რაღაცა არასწორი ხდება, აი ეგეც შეგიძლია. აი ინტუიტიურად ვგნობ ხოლმე ამას. ეს ჩომსკის რაც ეხება და ასევე ჰაროლდ დასველი იყო, აი
მამა ასე ვთქვათ, ტექნოლოგიების 5 იმის თეორია რო დაწერა, კომუნიკაციის თეორიები, იმიტომ რომ ეს კომუნიკაცია რომ ახსენეთ, რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი, პირველი რაც იყო საჭირო, პროპაგანდა და იდეოლოგიური ზომბირება საზოგადოების. და ამისთვის ყველაზე კარგი საშუალება კომუნიკაციის აღმოჩნდა ტელევიზია. იმიტომ რომ მაკიაველის წერდა და ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანი თავს უფრო უჯერებს, ვიდრე ყურს. დაინახავს და всё. აი სისტემით მუშაობს ახლა დღევანდელი მედია თქვენ ფიქრობთ რომ არის ჩართული და ყოველ შემთხვევაში მას აქვს გარკვეული როლი განათლების სფეროში, ხო? ეს არის ერთგვარი ინსტრუმენტი, რომელსაც თუ სწორად გამოვიყენებთ, სწორ შედეგს მოგცემს და ეს იქნება ძალიან კარგი შედეგი, მაგრამ აი რა ხდება მაშინ, როდესაც ამ ინსტრუმენტის არასწორი გამოყენება ხდება? მედია როგორც ამ შემთხვევაში განათლების მტერი, თითქოს ისე არის წარმოჩენილი. ეცით რა, მედიას აქვს ტელემედიას გულის ამ შემთხვევაში თავისი ფუნქციები. ეს არის საგანმანათლებლო, ეს არის აკვია დამარეგულირებელი, დაუშვათ მედიას შეუძლია საზოგადოების კონსოლიდაცია, რაც არ ხდება და აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ დამოუკიდებელი მედია დღეს არ აგვაქვს. ან არის პროსახელისუფლებო და იმათ პოზიციას იცავს, ან პირიქით რაღაცა ზონდერმედიების დამოუკიდებელს რაც ეძახიან, ეგ არის სინამდვილეში პოლიტიკური დღესასწრებია. ანუ პრაქტიკულად ახლა სახელმწიფოს უნდა კონდეს ისეთი ტელევიზია, რომელიც იდეოლოგიურად ახლა ნებისმიერი რომ შეიქმნა ტელევიზია პირველი რაც გააკეთეს, პროპაგანდად გამოიყენეს. აი გებელსის ცოლმა მაგდა გებელსმა ურჩია მას, რომ აი ქალები რომ მუშაობდნენ, ის დედები მის მერე ჰიტლერ იუგენდები გამოზარდეს, რომ იმ სამრეცხაოებში და იმებში ტელევიზორები დაუკიდეთ და დაუჯერა. და დილიდან საღამომდე მიდიოდა პროპაგანდა, რომ აი გერმანული რასა არის. გესმით თქვენ, ამან გამოზარდა ესეთი ახალგაზრდები. ხო და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტელევიზიის ფუნქცია. ჩვენ გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგალითად, ზუსტად ამ მიზნისთვის წესით შექმნილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძალიან სუყეთრებს. ქუთაისზე ორჯერ დიდი ბიუჯეტი აქვს, მე მგონი ჩვენს საზოგადოებრივ მაუწყებელს. რამდენად კმაყოფილები ვართ მისი მუშაობით? მე პირადად გითხრათ, რომ საერთოდ ტელევიზიებით ნაკლებად კმაყოფილი ვარ. იმიტომ რომ ვერ ხედავ იმას, რაც უნდა მივიღო. იმიტომ რომ ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ის პრეტენზია და დანიშნულება, რომ საზოგადოებას რაც ტკივა და აწუხებს გარკვეულ ჯგუფებს, ხო, რომ მისი პოზიცია გამოხატოს და დასვას. ახლა ისე არ არის მაშინ რომ მიუწვევდნენ იქ და დანარჩენი ოპოზიციური არხების გარდა კიდე ესეც რომ მოინდომეს, იმიტომ რომ იქ ბორძე იყო უკვე ჭიდაობა და ფულზე იყო გადასული ყველაფერი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვერ ხედავ. საგანმანათლებლო ფუნქციას კი რაღაცა პერიოდი იყო, რაღაცა ლექციები და გაკვეთილები იკითხებოდა მახსოვს, მაგრამ არ არის ეს საკმარისი. აი სიტყვაზე ჩვენ თუ გვინდა რომ ბავშვი განათლებული გამოვიდეს და თუნდაც ელემენტარული ზოგადი განათლება ქონდეს, როგორც ჩვენ თაობას ქონდა აი იმ სისტემით როგორც სწავლობდით, ხო? იმ ბავშვს უნდა წიგნი მიცე, ჯერ აუხსნა გაკვეთილზე. თუ ვერ იგებს კიდე აუხსნა დატოვო დამატებით გაკვეთილს და მე წიგნი მიცე და იმ წიგნიდან თვითონ გააკეთოს თავში კონსპექტი, გესმით თქვენ? გამზადებული და დაღეჭილი კი არ უნდა მიცე და ChatGPT-ს კითხვა კი არ უნდა უთხრა. წიგნთან მუშაობა უნდა ასწავლო ბავშვს. ჩემს дэг ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რამდენად ემსახურება ჩვენი განათლების სისტემა აი კრიტიკული აზროვნების განვითარებას. მე ძალიან არ მომწონს ხოლმე ამას წინათ სტატუსის დავწერე სხვა შორის სოციალურ ქსელში და ქონდა გარკვეული გამოხმაურება, აი რაღაც თქვენ როგორც ვთქვით, რომ ინტუიციურად რაღაც გაღიზიანებს. ეგრე მაგიზიანებს ხოლმე რო ხედავ ან ტრანსპორტში ან გაჩერებაზე, სულ ტელეფონში ამ TikTok-ზე რო არიან. არა ეს უკვე ავადმყოფობად იქცა. ეს ხო არის ის რომ შენ კი არ აზროვნებ, უკვე სხვის მიერ გამზადებულ ნააზროვნებს შეფუთულს, იღებ მხოლოდ და რატომღაც მგონია რომ ეს ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კრიტიკული აზროვნების უნარზე, როდესაც ადამიანს უკვე გაანალიზება აღარ შეუძლია. მას შეუძლია მხოლოდ სხვის მიერ გაანალიზებული მიიღოს და რა ვიცი, დაიმახსოვროს. ლოგიკა ისწავლებოდა, ანალიტიკა ისწავლებოდა, რაც პირველ რიგში, აი ჟურნალისტიკაში რო არის ხო საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ისეთი ორი მიმართულება. და ვითომ აი საგამოძიებოს აკეთებს ის ნოდარ მელაძე ასე ვთქვათ. ამ დროს არის სუფთა ციცრუის მანქანა. მეტი სხვა არაფერი. და ამაზე უნდა რაღაცა რეგულაცია არსებობდეს. მედიის კანონია შესაქმნელი თავიდან დასამუშავებელია. თუმცა გვაქვს ასეთი კანონმდებლობა, მაგრამ ცოტა სხვა საკითხებს არეგულირებს. რამოდენიმე მოდელი არსებობს მედიის, რაც გარკვეულ წილად აი ეს საბჭოთა კავშირის საზღვრები რო გაიხსნა, მერე შემოვიდა ეს კომუნიკაციის თეორიები, ჩვენთან მანამდე არ ვიყავით ესე გარკვეულები, მაგრამ ჩვენ რაღაცა უაზრო მოდელით მუშაობთ დღეს, იმიტომ რომ ვერ გაიგებ. ეს შეიძლება ისიც არც ლიბერალური, არც ლიბერტარიანულია, არც დემოკრატიულია, არც არაფერი არ არის.
ეგეც მეორე უბედურება. ამ დროს გაიხსენო რა ძველი ჟურნალისტიკა როგორი იყო, თუნდაც საბჭოთა პერიოდში პირველი ინფორმაცია მოდიოდა დადებით. რომ აი მე მაგალითად მოსმენილი მაქვს ძველი ის რომ ბათუმში დღეს დაიბადა დედა და ორი ტყუპი ბავშვი. ბავშვიზე ბიჭ და დედა ძალიან კარგად იცნობენ და პირველი ნიუსი ასე ვთქვათ იყო ეს. მე ეს მეტყველება დაწყებული პოლიტიკოსებიდან ჟურნალისტი რა უბედურებაა ეს. შეიძლება სამ სიტყვაში სამივე ინგლისური იძა, ხო? საწავიდა მიზანი ამ შემთხვევაში გვეუბნებიან რომ არის ის რომ ადამიანი მსმენელი რა ენაზეც საუბრობს, იმ ენაზე რო აუხსნათ სათქმელი ბევრად უფრო გასაგები იქნება ყველასთვის. ამით იხსნიან რომ აღარ უნდა არსებობდეს ენის სტანდარტები, მათ შორის საჯარო გამოსვლების დროს არანაირი სტანდარტი საჭირო არ არის. მიზანი ხო ის არის რომ შენმა მსმენელმა გაიგოს და რა ენაზეც გაიგებს იმ ენაზე უთხარ. იცით რა, ჯერ ეს ერთი მსმენელმა რო გაიგოს, ამისთვის უნდა დახვეწო ლიტერატურული ენით ასაუბრო. და ამას ის ჩვენი ძველი ჟურნალისტი ისინი ვინც იყვნენ კორიფეები და დიქტორები ძალიან კარგად ახერხებდნენ ყოველგვარი იმის და ქვია სულფლორების და იმის გარეშე, იმიტომ რომ იმას მთელი საქართველო უსმენს, ხო? ბავშვები უსმენენ. და მე იმ მეტყველებით საუბრობ. და შენ რო დამიმკვიდრებ მე რაღაცა უაზრო იმას ფოლოვერებს და რა ქვია სკრინებს და რაღაცებს, ხო, როცა შეიძლება რომ დაათვალიერო თქვა, მიმდევარი ეჯდება და ასე ვაცოცხლებთ ჩვენ ენას. ბოლოს აღარ იქნება ქართული, ინგლისური, რუსული, არაბული, საწავიდა ქართული. ენა აღარ არის, ერი აღარ არის მე. ეს სკოლიდან უნდა დაიწყოს, გესმით თქვენ, სკოლიდან. და მანგაზე არგუმენტი რო აქვს, რომ აი ქართული ენა ვერ ერგება, ან ადაპტაციას მაქვს ვერ განიცდის. მე მგონი თვითონაც ვერ ხვდებიან, რამხელა დანაშაულია ეგრე აზროვნება, იმიტომ რომ ენა თუ კი მას არ აქვს უნარი, რომ თანამედროვე გამოწვევებს, ასე ვთქვათ, მოერგოს თანამედროვე ტერმინოლოგია. ვერ ერგება ქართულ ენაზე ვერ ითარგმნება ისე ზუსტად აი ეს ფრაზები თუ ის საჭირო ტერმინები, რასაც იყენებს. მაშინ გამოდის რომ მართლა მკვდარი ენა გვაქვს და სულთქვილალობს საუბრობთ, ამ ენა თუ ვერ ვითარდება. ეს არის როგორც აი რუსულ იმას ვიხვა, ადგავრკა რაღაცა სიტყვის მარაგის სახით, რომ აი შენ თავი გაიმართო, ხო? რატო ვერ ერგება? რა ვერ ერგება? ხა ლედი რო არ იძახო და ქალბატონი თქვა სიტყვაზე და ფართია თქვა და წვეულება თქვა, არა გაქვს? რატო იყო რომ მეცნიერები შდებოდნენ ენათმეცნიერები და რაღაც ახალი ტერმინი რო შემოდიოდა, იმის შესატყვის ქართულ ფორმას პოულობდნენ. და მე მთელი სახელმწიფო აპარატი მუშაობდა დანერგაზე. რასაკვირველია, ენის პალატა არსებობდა, ხო, რაღაცა წარწერებს შეხედეთ ქალაქში, წარწერებს. ინგლისურად და იმავე ქართულად იგივე ისა. ჯერსი ქართული უნდა იყოს უფრო დიდი ასოებით. დაუშვათ ეხა ეს რო იყოს ნინარიჩი და რაღაცა გავიგებ მე რომ ის ბრენდია და გადმოაქვთ იმითი, ხო? მაგრამ როცა ელემენტარული რაღაცა წერია, დაუშვათ მე თქვენ გვესმის ინგლისური და ვიგებთ. აი უფროსი თაობა, კიდე ჩვენზე უფროს, ისინი ადამიანები არ არიან, იმათ არ აქვს უფლება გაიგონ რა არის, რის მაღაზია ესა? თითქოს ეს იყო სახელმწიფო ენა ეს. ხო არა, ნუ არანაირად არის. როცა საფრანგეთში ჩახვალ და არავინ ხმას არ გაგცემს ინგლისურად. რაც არ უნდა იკითხო, ხო მთელი სოფლიოდან ჩადია, ხო, მექა არის, პარიზი, მოდის და იმისი, ხო? ვერ ნახავ თქვენ ამას. იგივე პოლონეთში. რა გჭირს ასეთი ვერ გავიგე, რამატრაბაზობა დაგვემართა და კუდაბზიკობა, აკაკის და ილიას იმის არ იყოს, ხვის რიკრიკაზეც ცეკვა დავიწყეთო. და ასე რომ ძალიან რთული ის რა მაინტერესებს გავტონბაი აი ბევრჯერ ვახსენეთ ამ საუბარშიც საბჭოთა გამოცდილება ამ ხრივ როგორი იყო მიდგომები საბჭოთა კავშირის დროს და მე როგორ შეიცვალა ასე ვთქვათ ეს ყველაფერი ამ შემთხვევაში არ არის ერთგვარად თითქოს პარადოქსული რომ აი ჩემი მშობლებიც არიან საბჭოთა პერიოდში აღზრდილი იქაური განათლების სისტემით და ასე შემდეგ ანუ რეტროგრადები ისიც ჩემს რეტროგრადები ესე გვეძახიან ახლა აი მე ისიც თქმა მინდოდა იცით რომ თითქოს საბჭოთა პერიოდის თაობებში უფრო მეტი იყო აი ეს ეროვნული ბოლო-ბოლო ეს ეგ თაობა იყო რომელმაც ეს ეროვნული მოძრაობა დაიწყო ხო მართალია დამოუკიდებლობა და ანუ იმ წიაღში უფრო მეტად დაიბადა ეს ეროვნული სულისკვეთება უფრო მეტი იციან ამ სფეროში უფრო მეტი იციან აი ამ კუთხით და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირიქით მოვწყდით აი ამ ეროვნული ცნობიერების დამკვიდრების მცდელობებს და რანაირად შეიძლება ეგ ახსნათ რომ საბჭოთა იმპერია უფრო მეტად ზრუნავდა იმაზე რომ ქართული ცოდნოდა ბევრად მეტი იყო წიგნებში სკოლის სახელმძღვანელოებში ეროვნული მაშინ იმ საბჭოთა პერიოდში ესე რომ ვთქვათ ვიდრე დღეს იმიტომ რომ დღეს ახლა სიტყვაზე აი ბავშვს რო ვთქვი რომ ერეკლეზე წერია ამ ხელა სურათია და ამ ერთი აბზაცია და მე უწერია რომ მოიძიეთ ინტერნეტში
შევა ინტერნეტში ჩაწერა შელეგებულს და ამოხდება ლევან ბერძენიშვილი, რომელიც რას ბოდავს და რატო ბოდავს კაცმა არცის. გესმით თქვენ, всё დამთავრდა უკვე იმ ერეკლეზე იცის ის, რაც უნდათ ლიბერალებმა როცა. გესმით თქვენ? იმანაც კიდე რა ვერ დაანება ამ ერეკლეს თავი, ამას ინათაც რაღაც განცხადება ჰქონდა ბატონ ლევანს. იმიტომ რომ მას ის ქართულს ებრძვის ყველაფერს. ეგ და მისი შემოგარენი ვინც არიან, ყველაფერ ქართულს ებრძვიან. ეგრეთ დღეს თინახიდაშვილის იმას გადავაწყდი, აფხაზეთი არასოდეს საქართველოს არ იყო, ხო ჩაატარეს კონფერენცია, სადაც აღარ მახსოვს მაშინ ამერიკის ერთ-ერთ შტატში რაღაცა კერძო ინსტიტუტი 98 წელს ხო, იქ იყვნენ წასულები და ნუ იქ ცალკე ჭიაბერაშვილი აფიქსირებდა ცალკე იმას, რომ როგორ საქართველოს არასოდეს არ ყოფილა ერთიანი და აფხაზეთი ჩვენი არ იყო. აი, თუნდაც ისტორიას ცოდნა ბავშვებს რომ იცენ ის საშუალება, რომ აი ეს დატუსაღებული ისტორია, რაც დაიწერა ბერძენიშვილი ჯანაშია ინგოროყვას მიერ, რითიც სწავლობდა ნოდარ გმალობლიშვილი და თენგიზ არჩვაძეც, ხო, 46 და 48 წელს გამოცემის ხაზო სტალინის იმითი დაწერეს. და მერე ხრუშჩოვმა აკრძალა ეგა. იქ არაჩვეულებრივად არის ნაჩვენები ჩვენი, რელიგიას არ ეხებიან, 19 საუკუნემდე მოდი დანარჩენი ჩვენი ტომები, საიდან რომელი ცივილიზაცია ევროპული რატო არ ნაიცოდეს ეს ქართველმა მითხრა და რაღაცა დამახინჯებულ ისტორიას რატო ვასწავლით ბავშვებს. ხო, აი ეს არის საინტერესო, როგორ მოხერხდა მაშინ ის ყველაფერი საბჭოთა კავშირის პირობებში, ან ის ადამიანები სად არიან, ვისაც ამ ყველაფერს როდესაც ხდებოდა ამ ეროვნული იდეოლოგიის შემოტანა, მათ შორის მედიაში ეროვნული იდეოლოგიის შემოტანა და საუბრობდით ხო აი ეთერამდეც რომ საბჭოთა პერიოდის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დილა იწყებოდა რაღაც ქართული თემატიკით კიდევაც დაიზრდებიან ასეთი კლიპები გადიოდა ქუჩაში ეროვნული მოძრაობის რაღაც ლოზუნგები ისმოდა და აი ის ადამიანები ვინც მაშინ საბჭოთა იმპერიის პირობებში შექმნა ეს ქართული იდეოლოგიისთვის საფუძვლები და სული ამ ყველაფრის სად გაქრა ეს ხალხი დღეს რატო არ არის ეს ხალხი გამოყენებული მათ ხო ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც გააკეთეს ამ ჯერ ეს ერთი ძალიან ბევრი ცოცხალი აღარ არის დავიწყოთ აქედან მე მეორე ის ახალი თაობა რომელიც ეხა ჩადგა აი ამ ავანგარდში ასე ვთქვათ განათლების ამის იმის ისინი სხვა ცნობიერებაზე არიან უკვე გაზრდილი, იქ მომართულები არიან იმ დასავლურზე, რომ იმათ ასიამონონ, რომ იმათ რო ასიამონებენ, ისინი რაღაცას გამოუყოფენ. ისევ როგორც თავის დროზე 12 მილიონი გამოიგზავნა სიგარეტის აგრძალვისთვის. რო ეს ცუდია. 4 პარლამენტში განაწილდა, მე მგონი Google მაღაზიაზე გამოვიდა მაშინ ამ წინადადები. დანარჩენი 10 კატის წავიდა უკვე ყველა შემოსული თანხა რაღაცა ვალდებულებას გთხოვს შენ. ისე არავინ არ გაძლევს არაფერს. ისევ დეგოლს მოვიშველიებ და იმას ვიზამ. გესმით თქვენ რომ ამიტომ არის რომ ეს განათლების რეფორმაც ხო ჭკვიანი ხალხია, ამდენი ნობელიანტი ყავთ. გამოვიყენოთ რა იმათი გამოცდილება. რომ იმათ ისინიც კი მივიდნენ ჩვენო ჩვენი ებრაული გვინდა და ჩვენი ქართული გვინდა როცა დიმიტრი უზნაძე ყავდა არნოლდ ჩიქობავა ყავდა აი ელემენტარული მაგალითი დღეს რაც მოვყევი მე ხო რომ ილია ვეკუას და მუსხელიშვილის ქვეყანაში ვიღაცის დაწერილ ევროპაში მათემატიკის ნათარგმნ სახელმძღვანელოს კერძო სკოლა ასწავლის და კიდევ ერთი კატეგორიულად უნდა აიგზავნოს სახელმწიფო დონეზე განათლების სისტემის ყველა სკოლაში ეს იქნება კერძო თუ საჯარო ხელოვინის აღნიშვნა. თუ ჩვენ ეროვნულს ზევდებთ თავს და რაღაცა ღირსებაზე და რაღაცა იმას უბრუნდებით, ხო? რა ეს აბსოლუტურად აი რატო გალადობაია ეგ ძალიან აქტიური განხილვის თემა იყო ჰელოვინი კონკრეტულად ბოლო დიდი ხანია როდესაც მოახლოვდება ხოლმე ოქტომბრის ბოლოს არის თუ სწორად მახსოვს 31-ია ხო ბოლო დღეს ოქტომბრის ყოველ წელს არის ხოლმე აი ამ საკითხზე ნებათა ღელვა თქვენ რა პრობლემას ხედავთ იმაში ან აი რატო არის ეს პრობლემა რომ აღნიშნავდნენ რა ევროპაში აღნიშნავენ გასაგებია იქ არის საუბარი რომ სატანური შინაარსი აქვს ამ ასე ვთქვათ დღესასწაულს თუ არ ვიცი რა შეიძლება ამას დავარქვათ მაგრამ თუნდაც ხო გვესმის რომ მაგ დატვირთვით არ აღნიშნავენ ის ბავშვები სატანისტურ რიტუალში კი არ ერთვებიან მათი გაგებით. უბრალოდ აი რატო არის ეს პრობლემა? ჩვენს ხო გვაქვს იგივე შინაარსის ბერიკაობა, ჭიაკოკონა, ჩვენთან და ჭიაკოკონა აიგზალა ეს რაღაცა ის იყო, მაგრამ ჯერ ესეთი ასეთი სიამაყით რომ აღნიშნავ და ესე ვთქვათ ვაჩვენებთ იმ უცხოელებს რომ აი 17 მაისს ოჯახის და იმის ხო კანონი მივიღეთ ძალიან სწორი შედარება. აი იმას თუ ხარს უჭერთ, მაშინ დაუგდე იმ შენ ეკლესიას, რაც გეუბნება ამაზე.
ჯერ არ მესმის მე რა ის უცბად რატოს დამკვიდრდა ეს ტრადიცია ამდენი საუკუნე არ ქონია ხო და მოდის დედა მოყავს ბავშვი გოგონა არაჩვეულებრივი საყვარელი და ბავშვს აქვს ესე დახატული ცრემლები კვირებში აქვს შესმული ესეთი ისი ვამპირის კბილები ჩააცი ფერის კაბა პრინცესის კაბა უფლის წული ბიჭ ხო მანდა მაინც რაღაცა ჯოჯოები და იმიდან ჭინჭიკებიდან ნეგატიური დღესასრიგი არის როგორც პოზიტივი ისე შემოთავაზებული ხო და ამას უნდა სახელმწიფო დონეზე დარეგულირება ეს უნდა აიგრძალოს ან იმ პედაგოგებს აეხსნას და სკოლის დირექტორებს რომ ეს არ არის ნორმალურობა ჯერ ბავშვს ფსიქიკას უნგრევს შენ ბავშვს რო გამოაწყობ ესეთ რაღაცა უჟესების საშინელებების იმაში იმის ფსიქიკაში ეს ილექება რომ ეს არის ნორმალური ხო და თუ ვინმეს არ უნდა და ვიღაცა ეხა ჩემი შვილიშვილი მაგალითად უარს იძახის გოგო ყოველ წელს მის სკოლაშიც არის ამის მოთხოვნა ნუ რასაკვირველია ის უკვე გამოდის თეთრი ყვავებით რომ ყველა თუ ესეა კლასში შენ ესე ხარ ანუ ესე იგი ამ შემთხვევაში სკოლები უწევენ თავად ორგანიზებას ამ ყველაფერს მაგას ვიძახი სპეციალური გასაქირავებელი პუნქტები არსებობს და ისინი ცალკე ფულს აკეთებენ ამაზე იმიტომ რომ კოსტუმებისთვის და იმისთვის ხო და ამიტომ ნუ არ ვიცი ძალიან ბევრი პრობლემაა საინტერესოა აი მაგალითად შობის აღნიშვნის დროს ან აღდგომის აღნიშვნის დროს თუ არის იგივე ფუნქციით სკოლა წარმოდგენილი თუ ახდენენ აი რელიგიური ქრისტიანული დღესასწაულების ორგანიზება მე არ გამიგია მაგალითად ეხა ისევ ამას ეკლესია უწევს ორგანიზებას ხო ალილოზე ეხა კამფეტები იყო ყველა ვიცით ეხა ვინც ტაძარში დავდივართ რომ უნდა შევაგროვოთ რაღაცა გაუგზავნოთ ეს ცალკე თემა და იმ ალილოზე ხელისუფლებაც მონაწილეობს ხომ ხშირად მინახავს მაგრამ აი ეს ფსიქიკის დამახინჯება ხდება ამითი ბავშვების გესმის თქვენ ანუ გაორება ხდება ბავშვი იმიტომ რომ შენი ტრადიცია სხვა რაღაცას გასწავლის მაგრამ იმას ჩვენ რო ვკითხულობდით იმ მოთხრობებს და გოგებაშვილს და ასე შემდეგ იქ არასოდეს ეს მომენტი არ იქნებოდა იმიტომ რომ შენ უნდა ჩაგინერგონ რომ აი იქ ესეა კი თქვენ თქვით რომ დაუშვათ ევროპაში აღნიშნავენ ევროპაში გეი პარადებსაც აღნიშნავენ და ჩვენთან რა ხდება მაგაზე ხო ბევრჯერ გინახავთ ამას არ უშვებს ერი არ ღებულობს და არც მიიღებს რაც არ უნდა თითი გიქნიონ და მუხარეთ იმას გიქნიონ არ მიიღებს ამას შეიძლება სწორედ ეს არის ამ განათლების სისტემის და მათ შორის ჰელოუინზე თქვით ეხლა თორე ეს ხო ერთ-ერთი სიმპტომია ეს არ არის ძირითადი მიზეზი შეიძლება სწორედ ესეც იყოს ალბათ არა ისეთი მიზანი რომ უნდა არსებობდეს აქ ისეთი განათლების სისტემა რომელიც აი ესეთი საკითხებისგან ყოველად სტერილურ მოქალაქეს გაზრდის რომლისთვისაც საერთოდ არ იქნება მნიშვნელობა ხა გეი პრაიდი ჩატარდება თუ არა რუსთაველზე მე ვარ ინდივიდი მე არა ვარ საზოგადოების ნაწილი მე მინდა რომ მე ვიყო კარგად აი დაახლოებით ეს არის ალბათ თანამედროვე განათლების სისტემის არა თანამედროვე განათლების სისტემა კიდე იმას ითვალისწინებს ის რაც ჩვენ თავს მოგვახვიეს რომ აი თუ ადამიანი არის გაუნათლებელი და ახალგაზრდა ძალიან ადვილია მე იმ ოვერტონის სარკმლის პრინციპით ხო და ტელევიზიების გამოყენებით ეხა აი ლასუელის პროპაგანდა ვახსენე სადაც ჰაროლდ რასუელი წერს რომ შავის და თეთრის პრინციპით გარჩევა არ უნდა ანუ მორალურის და ამორალურის აღრევა ხდება რასაც ვხედავთ ჩვენ ტელევიზიებში დღევანდელ ტელევიზიებში აი პარტიულ ტელევიზიებში ხო რომ იქ ზნეობაზე ლაპარაკი არ არის ხო? წილის წამება მიდის, ეს მიდის, არავინ პასუხს არ აგებს ამაზე. აი, სად არის ეხლა თუ ზოგადად მე მგონი წილის წამებაზე კანონი არის უკვე ეხლა. ეხლა არის რომ ხო თუ გაბრალებს ვალდებულია ხო და აი ამ ტელევიზიებით ეხლა ძალიან ბევრი უყურებს ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ტელევიზიებს. საიდანაც უამრავი პროპაგანდისტული ის მიდის და ამ სოციალურ ქსელში ამოვარდება ხოლმე უცბად რაღაცას შეიძლება სულ არ გინდოდეს ნახო და ბავშვი მით უმეტეს. უნდა მე რომ მკითხო აიგრძალოს ეს ტელეფონები. კი, მეც მაგ დასკვნამდე მივსულა უბრალოდ მე იმდენად მესმის რომ თანამედროვე სამყაროში ცოტა რადიკალურია ეგეთ შეხედულება, თორე აი ბევრი ქვეყანა წავიდა მაგზით, ხო? მაგალითად აი ჩინეთს აქვს აკრძალული, აქეთ YouTube-ი აკრძალა, საპირისპიროდ აქეთ რაღაც TikTok-ის შეზღუდვაზე მიდის საუბარი. დასავლურ სივრცეში პირიქით ეს რომ მართლაც არ იყოს რაღაც ძლიერი სოციალური ქსელები არ იყოს მართლა რაღაც ძალიან ძლიერი იარაღი ალბათ სახელმწიფოები ესეთ დონეზე არ იქნებათ დაყენებული რომ აი ჩინური პროდუქტია TikTok-ი და მოდი ავკრძალოთ და ეხლა დღეს მაგალითად ამერიკა და ჩინეთის განხილვის მთავარი თემა არის რომ TikTok-ი მსვლელობაში იქნება დასავლურ სივრცეში როგორც ჩანს ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი რაღაც არის რასაც საქართველოს საერთოდ არ იქცევა ყურადღება არა ეს არის საზოგადოებრივი ცნობიერების მართვის ყველაზე კარგი ფორმა ტელევიზიის შემდეგ უკვე სოციალურმა სივრცემ მოიცვა ეს აბა რასაკვირველია და თუ ტელევიზია თავის თავზე საგანმანათლებლო ფუნქციას აიღებს ეს ძალიან დაეხმარება განათლების სისტემასაც და სახელმწიფოსაც გესმით თქვენ რომ ბავშვს უნდა
სახელმწიფოებრივი აზროვნება ბავშვობიდან, აი როგორც იქ რო ვთქვი, რომ ჩვენო გასწავლიან, რომ არ უნდა დაზარალდესო. მე ეს სიტუაცია ასფალტის დაგების, ასფალტს რო აგებდნენ, იქ მუშას მოუყევი და ხალბატონო, მითხრა ჩვენო კარგად რო დავაგოთო ასფალტიო, ხელფასი სამუშაო აღარ გვექნებაო. ის ესე აზროვნებს. ანუ უნდა ამოიყაროს, გესმით, გაფუჭდეს, რომ ყოველწელს რომ ამოიყრება, ამაზე ფული გეცდება, ხო? და ის იმუშავებს. აი ესე აზროვნებს, კი რომ შენია ეს ქვეყანა. აი ამის შეგრძნება უნდა ჩაუდო ბავშვ ეს შენია. რატო იყო რომ ჩვენ ვიცოდით რომ ეს ტერიტორია ჩემი იყო, ჩემი წინაპარი იბრძოდა, ხო? აი ისტორიიდან ვიცოდი, ბახტრიონიდან ვიცოდი, ხო? იქიდან ვიცოდი, ყველა იმიდან ვიცოდი. და უკვე რაღაცა ფილმებიც, ხო, რა ფილმები გადის, აბა მითხარით, ეხა ძალიან ბევრს იმაშვებიან, მაგრამ იგივე მაეწყნოთ ელო გადიოდა, ხო შენ რაღაცა შინაგანად პატრიოტულის გეღვიძებოდა, ხო რომ შენც იბრძოდი, ნუ ის ოსმალო იყო თუ თათარი იყო თუ ვინც იყო, ხო მტერი იყო შენი. და რაღაცა მუხტი იყო წამოსული აქედან. ბავში იყო სამშობლოზე ანთებული. ეხლა სამშობლო ხო ტერმინი აღარ იხმარება, ქვეყანა და ტერიტორია. აი უკვე აქედან ეს მარცვალი აიღე თქვენ განათლების სისტემაში. საწავიდა ესა. საწავიდა. არა ხო საერთოდ ამოვარდნილ სამშობლო როგორც ასეთი შეიძლება მოვიდეს ალბათ დრო და თაობა რომ ამ სიტყვის მნიშვნელობას დაკარგო იმიტომ რომ აღარ გამოიყენება თვითონ სიტყვა გეუბნება ხო სამშობლო ანუ იმ მშობლების სამყოფელი რომელთა მშობლებიც აქ იყვნენ იმათი ძვლებია აქა იმათი სისხლია დაღვრილი აქა და შენ უკვე გააქვს იმის мотиваცია რომ ის არის შენი მიწა და შენის მიწა უნდა დაიცვა შენის მიწა უნდა დაიბრუნო გესმით ასე გძდიდან და ასე იყო ჩადებული იმ საწყალი დასწრებული კომუნისტებს რომ ამძღავენ და თათხა რატო აკეთებდნენ ამას ხო ეს იგი რაღაცა ესმოდათ ბევრად მეტი ვიდრე დღეს სოფლიოს ესმის თუმცა შეიძლება კიდევაც ესმით ვიღაცებს და ესმით ზუსტად იმიტომ ხდება აბა რა რასაკვირველია ეს კი ბატონო ნამდვილად და ალბათ მნიშვნელოვანია რომ ადამიანს მე ყოველ შემთხვევაში როგორც მესმის ესე უნდა ესმოდეს რომ შენ აქ მართლა ერთი ინდივიდი კი არა ხარ შენ ხარ იმ დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც აი შენზე არ უნდა გაწყდეს, უნდა გაგრძელდეს, ის რაც შენმა წინაპრებმა გადმოგცეს. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ შენ არ ხარ მხოლოდ შენ თავზე პასუხისმგებელი, შენ ხარ აი მთელ ამ პროცესის გაგრძელებაზე პასუხისმგებელი. აი ეს არ ვიცი როგორ. კიდე შიგადაშიგ მესმის რომ რაღაცა ამოღებულია, რაღაცა ნაწარმოები, რაღაცა, მაგრამ აი იგივე რომ საზეპირო თუნდაც აი ხა შენ რო ეხა წყურში მაგ და მახსოვს ხო თქვენც ალბათ რომ მშობელ მიწაში მიდგას ფესვები როგორც წყალში დგას წონის ძირები ხო მშობლიურო ჩემო მიწა ამას რო იზეპირებდი ეს უკვე თავში გაქვს და ზუსტად ეს უნდა ასწავლო რომ ის შეგრძნება კონდეს ღირსების რომ აი ესეთი ღირსეული ერიშვილი ხარ ესეთი ისტორიის მქონე ერი ხარ შენ და ამაყი უნდა იყო ამით და უკვე მერე აღარ მოგინდება შიგ ევროპაში და ამის გამო ქვეყნის დაქცევა და დანგრევა არ მოგინდება. ის რა მაინტერესებს კალბატონ ბაია, ერთია განათლების სისტემა და რა როლს ასრულებს ის ახალგაზრდის აღზრდაში, თუმცა რამდენად არის აი ამ პროცესში მშობელი თანამედროვე სისტემაში ჩართული, ჩვენ ხო ვერ ვიტყვით რომ მშობელს არ უნდა რომ მისი შვილი რაღაც ცუდ ღირებულებებზე გაიზარდოს ამას ცდილობს, ხო? რამდენად აძლევს თანამედროვე განათლების სისტემა მშობელს აი ამ ყველაფერში მონაწილეობის შესაძლებლობას? მშობლის აზროვნებას გააჩნია, იმიტომ რომ ის მატრაკვეცა მშობლები, ასე ვთქვათ, ვისაც ყველაფერი ევროპული ქართულს ურჩევნია, ოღონდ ევროპულს გაკრან გაუარონ გვერდზე და აღარ უნდა არც საქართველო, არც ქართული არაფერი, ამ დროს უკეთესი გაქვს რაღაცეები, ხო? რაღა იქმირბი ხარ? ანუ ქართულობა არ ყოფნის ასეთ ხალხს და კიდე მეტი. არ ყოფნისზე არ არის. მის არ იყოს არა შეერს და მწყერი ხეს არა იყო გვარი მისიო. ვერ მოერგება ვერასოდეს ის. ის ვერ გახდება ვერასოდეს ევროპელი. იმიტომ რომ შენ რო ევროპელი იყო, მაშინ შენი წინაპარი ლუვრში და ვერსალში უნდა დარბოდეს და ფეხი ჰქონდეს ადგმული. დაუშვათ. მაშინ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია ევროპელობაზე. მაგრამ ევროპელობა სხვა რამეს ნიშნავდა. იყო კულტურა ევროპული, იყო განათლება, იყო მხატვრობა, ლიტერატურა, მუსიკა, ხო? ეს მოგწონდა ჩვენ ევროპის. და ეტიკეტი მოგწონდა ევროპის, რაც შემოვიდა ჩვენთანაც, ხო? რომ ამდენი დანაჩანგრით ესჭამ. თუნდაც ის, რასაც მე სტუდენტს ვეუბნები, რომ იგივე ქართველი დედოფალი, მართა მარიამი, დავითის მამიდა, რომელიც გათხოვდა მერე ბიზანტიაში და დოჟების სასახლეში რომ დაუყარეს ხორცი ჩანგალია ამოიღო საქართველოსთან წაღებული ხელს არ მოვკიდებო მე ხორცო ხელით არ შევჭამ ასეთი ტრადიციის ხალხი ხარ
ამდენი ის ქონდა ხო ამის აბანო, იმის აბანო, რა ქვია, როგორი ცივილიზაციის პატრონი ხარ, ეს ასწავლე ბავშვს. რომ ამითი შეუქმენი ღირსება, რომ ის სახელმწიფო უყვარდეს და არავნოს, სკამები კი არ დაწვას და დალეწოს იქ, რომ მისია ეს დედაქალაქი. მისია ეს სახელმწიფო მოუაროს. ნახავს გაფუჭებულს, დაგდებულს, აიღოს. აი ეს არის ევროპული კულტურა. მაგას ხედავენ იმ ევროპა იმ გაგებით ეხა რაღაც ისეთი კრიტიკა არ მინდა გამომიდოს, მაგრამ ეს ახალგაზრდები მე ხო ვიცი, ხო დარწმუნებული ვარ რატომ იქცევიან ეს. აი იგივე თქვენ ახსენეთ კომპიუტერული თამაშები. არ ვიცი ეხა თქვენ შეიძლება არ ხართ ისე ჩახედული ამ ინდუსტრიაში, მაგრამ იცით რამდენი თამაში არის? იქ მსგავსი თემატიკის, როდესაც თამაშის აზრი და მიზანი არის, რომ აი რაღაც კონკრეტულ აქტივიზმზეა პირობითად. თამაში და ზუსტად იგივე ხდება, იქ წვავენ, მოლოტოვის კოქტეილსაც ისვრი იმ თამაში, ყველაფერს აკეთებ და ის TikTok-ში არის ამას უყურებს ის ბავშვი. თუნდაც გადართავს უცხოეთის ამბები აინტერესებს და მაგალითად პარიზის ქუჩებში ყვითელი ჟილეტები ზუსტად იგივეს აკეთებენ. ანუ მისთვის ეს არ არის რაღაცა უცხო წარმოუდგენელი რამ, რომ პოლიციელს ცოცხალ ადამიანს 21 საუკუნეში ცეცხლ მოკიდებული ნივთი ესროლს ცოცხლად დაწვას. მისთვის ეს ნორმალური მოცემულობაა, იმიტომ რომ ამას ხედავს, ხო? აი, ეგ უნდა ასწავლოს ოჯახმა. ეგ უნდა ასწავლოს სკოლამ და ეგ უნდა ასწავლოს ტელევიზიამ. ზუსტად პირველ რიგში განათლების სისტემამ გესმით თქვენ რომ ღირებულება იცოდეს რა ადამიანს მოუფრთხილდეს რომ ადამიანი არ არის რაღაცა ნივთი რომელსაც შენ გადააგდებ და იმას ისიც იმის ღირსებაც უნდა მაშინ ხარ შეღირსეული და თუ არ აკეთებ ამას მაშინ თავი კიტრინუღა გონია მერე რა აი ამისთვის იყო ეთიკა საჭირო ზნეობაზე და მორალზე დაფუძნებული მეცნიერება ყველა მის ქვეყნის და ყველა რელიგიის ის აი გარკვეულ დროს ამას სრულად გეთანხმები და ალბათ ჩვენ რო ვიყოთ მართლაც ბევრად უფრო მაღალეთიკური საზოგადოება ძალიან ბევრი ის პრობლემა რაც დღეს ძალიან მწვავედ დგას უბრალოდ არ იქნებოდა ჩვენ საზოგადოებაში და არ გვექნებოდა სანერვიულო მაგალითად ის ყველაფერი რაც ხდება რუსთაველის გამზირზე მაგალითად ის რომ ადამიანები ქუჩაში მე აღარ დიდი ხანია აღარ შემხვედრია მაგალითად გაღიმებული გახარებული ადამიანები რაზეც ჩემი მშობლებისგან გამიგია რომ საერთოდ სხვანაირი ყოფილა თბილისი თუმე იყო ასეთი დროც და ალბათ აი ეს არის ზუსტად ის მორალური და ეთიკური საკითხები, რაც აუცილებლად უნდა იყოს განათლების სისტემაში ინტეგრირებული. ჯერ უნდა ასწავლო განათლების სისტემაში, თუნდაც რომ ვიძახი რომ აი სახელმწიფოს სიყვარულს რო ასწავლი და ქვეყნის სიყვარულს, სამშობლოსი და ქალაქის აი ესეთი რაღაცა საშინელი გადადღავნილი როა მთელი ქუჩა რაღაცა გაურკვეველი city art-ით და იმითი გრაფიტით, ეს არ არის ეს არც მიქელანჯელო, არც რა ქვია, ლეონარდო და ვინჩი ფრესკებს რო ხატავდნენ კედლებზე. თან ჩუმად აკეთებენ ამას. თურმე რო პროტესტი, ვისა პროტესტებია და რა სუბკულტურაა თითქოს ერთგვარი ეს. არ არის ეს კულტურა, ეს არის ვანდალიზმი. ხატავენ კულტურული მემკვიდრეობის შენობებს, ყველაფერზე ხატავენ. კი ბატონო და განცდა რომ თითქოს ამ ქალაქში შენს მეტი არავინ არ ცხოვრობს და იქ ვინმე ზეცი ამბობს მე უთხარი ერთ ლექციაზე შემომივიდა სხვა ფაკულტეტის და ნუ ამაზე ქონდა საუბარი უხსენდი რაღაცა ხატრობაზე იმას და ესო ჩვენო მოგწონსო და შენ რომ მოგწონს მე არ მომწონს მე უთხარ და მე შენზე ადრე დავიბადე ამ ქალაქში კაცო და წარდის სახში დახარო სახში რომ გავაკეთო ამას ვერ დაინახოს ვერავინო ანუ ეს ფორმა თავისუფლების რომ რაც უნდა ის გააკეთოს კი ბატონო გეთანხმებით და არ ვიცი ყველაფერი მოდის განათლების სისტემიდან ყველაფერი უბედურება თავიდან ბოლომდე არის დასამუშავებელი ბაღი სკოლა უმაღლესი აი უნდა გააკეთონ ესეთი კომისია შექმნან ჯერ არიან ცოცხალი კიდე ბევრი მეცნიერი ვინც ჩაერთვება ამ ამბავს და კითხონ აზრი მარტო იქ რა ქვია იქიდან გამოგზავნილი რეკომენდაციით რომ ვიღაცა უცხოელი ჩამოვა და რაღაც დაგიწერს არ შეიძლება ესე იქ რაც ხდება აქ სხვა ხარ კი ბატონო თამით უმეტეს როდესაც უკვე ფაქტი გვაქვს რომ არ მუშაობს ტემპერატურა სხვა გაქვს ისტორია სხვა გაქვს ყველაფერი სხვა ენა გვაქვს სხვა ყველაფერს ავიდაანებით ენა ხო ეს საზროვნო აპარატი არის ფაქტიურად რა ენაზეც მეტყველებს შენთვის რაც არის მშობლიური ენა ეგ განსაზღვრავს შენ მსოფლმხედველობას ძალიან მნიშვნელოვანი გავლენაა ხო და ამაზე თანამედროვე მეცნიერება უკვე ძალიან დადასტურებულად საუბრობს რომ რა ენაზე აიდგავს ბავშვი ენას ეს განსაზღვრავს მის მსოფლმხედველობას არსებითად ამიტომ იყო კიდე გააუქმეს პირველივე კლასიდან ინგლისურს ვასწავლეთ არაფრით არ შეიძლებოდა ეგ მე კიდევაც გითხარით თქვენ რომ პლატონს ააქროს 7 წლიდან ბავშვი სკოლაში ეს ძალიან კარგად არის გათვლილი იცით აი გარკვეული ბიოლოგიური ასაკის ის აზროვნების ის პატარები აი 6 წელზე ადრე არ შეიძლება 5 წლის ამერიკაში 5 წლის უშვებენ პატარაა ის ბავშვი ჯერ ვერ არა ჩამოყალიბებული არ არის ჩამოყალიბებული და მე რა ენაზეც იწყებს ბავშვი ლაპარაკს
ასეთ ასაკში იმ სოფლმხედველობაში და იმ ცნობიერებაში, იმ გარემოში, სადაც იზრდება, გაუცხოება ხდება მისი გესმით თქვენ. კი ბატონო, ასწავლე მე რატო იყო რომ მესამე თუ მეოთხე კლასიდან იწყებოდა უცხოენის ჩემ ბავშვობაში მეოთხე კლასიდან ხო და მე დააწყებინე, როცა სრულყოფილად აქვს მშობლიური ენა ათვისებული და მეტყველებს გამართულად. კი ბატონო, რომ ანიწოდეს რომ ეს რა არის მშობლიური ენა და რა არის უცხო ენა, განსხვავება იყოს, ხო რომ უცხოეთში მიდიხარ, ხო? უცხოა ის შენთვის. და იქ რო ჩახვალ, კი ბატონო, რაღაცა სალაპარაკო ელემენტარული შეიძლება რომ ადამიანმა ისწავლოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შენ დილიდან საღამომდე სახში ლაპარაკობდე სხვა ენაზე, როცა ქართველი ხარ. კი და სამწუხაროდ ეს თუ როდესმე გახდებოდა ჩვენთვის პრობლემა, სამწუხაროდ დგას ეს პრობლემა. მარტო ეს რო იყოს რა გვიჭირს. დიდი მადლობა ქალბატონო ბაია. ძალიან საინტერესო საუბარი და ძალიან საინტერესო 1 საათი გამოგვივიდა და მინდა ვისურვო რომ მომავალშიც არაერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენ ტელევიზიიდან კიდევ ერთხელ ვიძახი რომ თუ ვინმეს დააინტერესებს ეს პროექტი და ექნება მზაობა იმისი და სურვილი ჩვენ განათლების სისტემას რომ ამ მსგავსი კომისია შეიქმნას, ოღონდ ეხა სოროსელებს ნუ შეიყვანეს წინით მე დიდი ხოვნა მაქვს და სურვილი გამიჭირდება რომ ოპტიმიზმი გამოვთქვა ბატონო გამიჭირდება რომ ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი მაგრამ გამოვიწყო რომ ამასაც პრორუსული და ყველაფერი რაც მიუღებელია პრორუსულია ყველაფერი გერმანულ პრუსიული მოდელი ვიძახი კიდევ ერთხელ დავაბრუნოთ გერმანულია პრუსიული არ არის რუსული ნუ სამწუხაროდ ჩვენთან პირდაპირ ამერიკული გადმოწერილ კანონს ეძახიან რუსულს თუ არ მოწონთ და ხო ნუ ამიტომ დიდი მადლობა დაგემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებებს დიდი მადლობა თქვენ მოწვევით შევახსენებ მაყურებელს ქალბატონი ბაია ამაშუკელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი საუბრობდით განათლების სისტემაზე ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე და შემოგთავაზეთ ჩვენი ხედვა რა არის ამ მხრივ გასაკეთებელი და შესაძლებელი იმედი მაქვს საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და თქვენც დაგაინტერესებდათ დაგემშვიდობებით ხვალამდე კარგად ვსანდებოდეთ გადაცემა დროის სამართალი დაიწყე აზროვნება დღეს